დღესდღეობით ამაზე დიდი ბრძოლა საქართველოს MMA-ის ისტორიაში არ ყოფილა რა. თვალიშულს აქვს მეოთხე დაცვა წელიწადში აზე ხარ და ეს არის მემკვიდრეობის ისტორიაში ბანთამვეითის და საერთოდ შეიძლება UFC მებრძოლის ამ სპორტში განცხადება. ხო, 4 დაცვა ერთ წელიწადში. ამინ. ეს ნამდვილად არ არის პატარა საქმე. ურთულესი რაღაცა 4-ში დაიცვა ქამარი. იმიტომ რომ ნახე, ჯერეთი ანდერსონ სულოვანი ლაპარაკა 2000 რომელი წელი იყო, რომ წააგო ქამარი ვაიდმენთან. მე-17 ჩხუბს რო ატარებდა UFC 16 ქონდა მოგებული ზებიზე, სულ დაცვები, სულ ქამრები, სულ ისა და მე-17 ჩხუბი რო წააგო კრის ვაიდმენთან, რო გათიშა კრისმა. არჩი მომეშვალო უზო რა. რომ დავკარგი ქამარიო და რატო და იმხელა ზეწოლაო და იმხელა მის სამიზნეს გზნობ ზურზე სულ ქამარი რო გაგვი იმხელა სტრესიაო ზორი წარმოიდგინეთ რა. და წარმოიდგინე ხა კაცი ამხელა სტრესით და აი ამხელა ზეწოლით და აი ამ ყველაფრის ერთად იცის რომ თელ დივიზიონს მაგას ის რაც მაგას არის უნდა ყველა ჩხუბი 5 რაუნდიანია 5 რაუნდიანის მოგზადება ჭირდება ამდენი დაკირთვა ტანზე კუნთებზე ამდენი ყველაფერი ერთად ეს რა ფსიქოლოგიური ფიზიკური და მეოთხე დაცვა ქამარზე ანუ ეს არის სასწაული რა მერაბი არის რაღაცა მართლა მანქანა რა ის იდეალური ის აქვს რა ქვია დღე ამართლებს თავის ზეგნით სახელს და ამ ყველაფერს მე მგონი ახერხებს იმითი რომ არ ფიქრობს აი ამ ყველაფერს სტრესზე და აი ამ ზეწოლაზე და აი ამ ყველა უბრალოდ სიამოვნებას იღებს ამ პროცესი ბედნიერია ამიგე და ბედნიერ მოჩხუბარზე უფრო სახიფათო ზოგჯერ არაფერი არა როდესაც გაივლი იმ ყველაფერს წვალებას რაც მაგან გამოიარა ნიუ-იორკში სიცივე მუშაობა 1000 უბედურება კიდე სხვა ხო და მე დადგება ეს თბილი დღეები და ემრიელი რაღაც დღეები და ამისი ფასი არის ისო შემდგომ გააგზავნო ბრძოლა და ვარჯიში და მეტი არაფერი და ეს ისედაც გიყვარს და ქსიამოვნებს ეს გაბედნიერებს უკვე და ამ შემთხვევაში როდესაც ეს კომბინაცია ხდება ამ დროს ბედნიერ მერაბდვალიშვილზე სახიფათო მეჩხუბარი ამ წუთას UFC-ში არა ძალიან ბედნიერია თავის სიტუაციით ყველაფერი ახარებს რაც ხდება მაგის ირგვლივ და ამას იყენებს მაქსიმალურად ამის მაქსიმალიზაციას აკეთებს რა და ძალიან მაგარია ჭკვიანურადაც აკეთებს რა სანამ ჯანი ერჩის შეუძლია არ კარგავს დროს მაქსიმალურად 1 2 3 4 აგროვებს ტიტულის დაცვებს თვითონ ჩხუბის დინამიკას რაც შეეხება რა ვიცი ეს ჩხუბი ერთხელ გვაქვს ნახე ამათ შორის რას გააკეთებს მერაბი სხვანაირად განსხვავებულად წინა ჩხუბიდან ალბათ რთული წარმოსადგენია არ ვიცი ვერ გეტყვი ალბათ ჯონ უდმა და მერაბმა უკეთიციან მე პირადად პეტერიანისგან უფრო მეტ სიახლეებს ველოდები რა და ნახოთ მაინტერესებს ფიქრობ რომ შეიძლება პირველ ბრძოლაზე უფრო ისეთი თანაბართან მიახლოებული ჩხუბი იყოს თუნდაც თავიდან ყოველ შემთხვევაში მაგრამ შემდეგ უნდა ველოდები მერაბის მოგებას ერთი რაც მაინტერესებს ის არის რომ პეტერიანი გამოიყენებს თუ არა ნურმა გამოდოვის სტილს და შოუდან დაუწყებს თავიდან მუშაობას დისტანციაზე თუ შეუტევს მიაწვება და ეგრევე ატაკმაზე წავა შეტევაზე რა და ახლოს შევა რა ეგ მაინტერესებს იმიტომ რომ შორიდან მერაბ შეიძლება ცოტა ხანი ეჩხუბო აჯობო ტექნიკურად სისტრაფით შეხვიდე გამოხვიდე მიარტყა გამოხვიდე აქედან კუთხე მოვუჭრა აქედან დაარტყა როგორც უმარი უკეთებდა თავიდან მაგრამ ანდერსტუბიან მაინც დაგღლის ეს მოძრაობა იმიტომ რომ ის არ ჩერდება მოდის მაინც მოდის და შენ იღლები უკვე ამასობაში როცა გაწვება ადამიანი და ვერთი შავ თან მერაბს ვერ უშვები და ის მოდის შენ იღლები ისტრესები და იღლები სტრესი გღლის და წინ თუ წაყვალ და შეეცდები მაგის გათიშვას და დაფინიშებას და ატაკაზე წახვალ პირიქით შენ ხო ეგ უფრო უპრიანია მერაბთან ალბათ ჩემი აზრით უფრო ისეთი ხელსაყრელი სტრატეგია მაგრამ ამას შესრულება უნდა თუ ვერ შეასრულე და ის შენი შეტევა ჩაფლავდა და არ დასრულდა ფილმით რაღაცა ტრიუმფით ხო და ვერ გათიშე ხო ან ვერ დააზიანე სერიოზულად მე ისევ დარხეული მე უკვე იქ ხარ სადაც მასჭირდები ხო და აი ძალიან საინტერესოა რა სტრატეგიით იჩხუბებს პეტერიანი ხვდები რას გეუბნები
ჩემი აზრით სტრატეგიის შეცვლა არც პიტერიანს შეუძლია დიდად რა. თავისი სტილი უკვე ჩამოყალიბებული აქვს. ჩემი აზრით პიტერიანს შეუძლია სტრატეგიის შეცვლა. ჩემი აზრით პიტერიანი ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად ყველაზე გამართული მოჭყობარია, რაც კი მინახავს ზოგადად ამ დივიზიონში. TJ დილაშოუს შემდეგ უბრალოდ პიტერიანს არ აქვს ის სტამინა, ის გამძლეობა, ის ჟინი და ის მუშაობის აი ეს უაზრო დიდი აუთფუთი, რაც მერაბს აქვს რა. და ალბათ ისე და ისე ამის ხარჯზე გადატეხავს მაინც მერაბი და იყოს decision-ით ლიბე ოღონ მოიგოს ეს ჩხუბი რა. ეს ჩხუბი ამ ჩხუბის წაგება არ შეიძლება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ და წინ გახედვა არ შეიძლება თქო ჯერ ესეთი მაგარი ჩხუბი გვაქვს წინ, მაგრამ მე ისევ ის პატარა ხავი, მინი ხავი უნდა მოვა ალბათ ყველაზე ხარ და ეს არ დამთავრდა ჭრილოეთიდან შემოსევები რა. მაგრამ ნახოთ, ჯერ ეს ჩხუბია, გასავლელი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩხუბია, მოგებული რო აქ პიტერიანზე მაგი ნუ მოგვატყუებს, ძალიან რთული ჩხუბია ეს თეორიულად მაინც და იმედია თეორიულისგან განსხვავებით პრაქტიკულად ადვილად მოიგებს მერაბი, ნახოთ. აი იქნება ერთი პირველ რაუნდში ფინიში რო გააკეთოს და ცოტა დაასვენოს ორგანიზმი რა. ნახოთ. ხო, შენ რო ახსენე რომ აი შორიდან დაუწყოს პიტერიანმა რაღაც სტრატეგიების შეცვლა, არ მგონია რომ ეგეთი წარმატება კონდეს. უმარი არის სხვანაირი აწყობილი და სხვანაირი სტილით რა და პიტერიანს და ანუ ამ ბრძოლაში შენ ფიქრობ თუ არა რომ პიტერიანმა გააკეთოს ის უკეთ რაც ბოლო ბრძოლაში ვერ გააკეთა თუ მერაბმა მერაბი უკეთესად გააკეთებს რაც გააკეთა წინა ბრძოლაში რა კი მესმის ისეთ თქმაც გინდა ჩემი აზრით ერთადერთი რაც არის განსხვავება შეიძლება იყოს უფრო ფსიქოლოგიურად მერაბისთვის რა უკვე დამარცხებული ყავს პიტერიანი ევრათ უფრო კომფორტულად არის რაღაც ისეთი ნეგატიური გზნობები და ბრაზი ნაკლებად აქვს უკვე პიტერიანთან თავიდან რო ქონდა დაერწმუნებული ვარ face off-ზე ეხა ხელს აღარ უჯიკავებს კი მაშინ ყელში ხოლმე ხარ და აი ამას ექნება თუ არა რა ეფექტი რა ბიჭო მაშინ ეს იყო რა ქვია მაშინ პიტერიანმა თუ გახსოვს ვიდეოში თუ გაქნაღი დაამცირა ძალიან რა ამჯერთან ერთად რო იყო რა და მართლა ესე ყველაზე ხარ რაღაც დისმისი გაუკეთა თითქოს და მართლა ესე რო უყურე არ მესიამოვნა იგი ზოგი მერაბის ადგილას იმ წუთას იქვე ატეხავ დაძაბავდა მაგრამ ნუ იქ არ დაუძაბა მაგრამ მე ჩხუბის დრო რომ მოვიდა დაიძაბნენ ხო და ეხლა დარწმუნებული ვარ უკვე ის იმის მერაბმა რაც გაიარა და რაც გააკეთა გინდა არ გინდა პიტერიანს უკვე პატივისცემა გაუჩნდა მერაბის მიმართ როგორც მებრძოლის მიმართ მაშინ აშკარა იყო რომ პატივს არ ცემდა როგორც მებრძოლს რა სამწუხაროდ ეგრე დავინახეთ ჩვენ ხო მე ყოველ შემთხვევაში და ამის გამო აგოკიდებას პასუხი მერაბმა აგებინა ამაზე პასუხი რა შეიძლება პატივს არ ცემდე ადამიანს მაგრამ ესე პირდაპირ ხალხის თვალწინ რომ ესე უპატივცემულობაზე ეტყვი რაღაცა შეურაცხყოფილად ხო დამცინავად და მე პასუხს აგებ მე კანონზომიერება აღდგა მან რა კარგი იყო როგორც მოხდა და რაღაც მოხდა მაგრამ ეხლა ამჯერად უკვე სხვა სიტუაციაა კი მებრძოლების დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ სხვანაირი იქნება დარწმუნებული ვარ და ნახოთ ბრძოლა რამდენად სხვანაირი იქნება ეგ არის საინტერესო რა რამდენად მშიერი არის ადამიანი რა რომელსაც ყოველდღე აქვს ის რაც უნდა რა ყველაზე ხარ ან კონორ მაკგრეგორზე რო წავიდა საუბარი რომ როცა აბრეშუმის მატრაზე თუ რაღაცაზე წევხარ და გძინავს ყველაზე ხარ რა ჩემი აზრით უკვე მერაბის არაფერი არ აკლია ხო ანუ შეიძლება ითქვას რომ დღესდღეობითაც არის ყველაზე წარმატებული all time bantamweight-ი და ერთ-ერთი წარმატებული ყოველი დროის UFC მებრძოლი რა ამ გამარჯვების შემდეგ გონი რეკორდი იქნება რა ანდერსონ სილვასი თუ არ ვწდები რა კამარო უსმენი არის ეხა ერთად არიან გონი და
ესეც რომ მოიგოს, ყველაზე ბევრი მახაჩევი. სერია იქნება რა. ახაჩევისაც ხო, 16 აქვს თუ 17 ხო, აქვს, უკვე ხო. არ ვიცი. ხო და აა, ანუ აი რატო უნდა იყოს ეგეთი სიმართლე მშიერი და რა აძლევს мотиваციას ახლა რა მერაბს რა. ნუ აქ სიტუაციის ინდივიდუალურობაზე ალბათ უფრო ჩემი აზრით აქცენტი გასაკეთებელი. თუ Fight Hop-ი უეჭველი არა, თორე ერთხელ მაინც მოვიდოდა ჩვენ. თუ სიტუაციის მიხედვით ვიმსჯელებ და იმაზე საუბარი რატო რა შეიძლება შეინარჩუნოს კაცმა სიმშილი და мотиваცია, როცა ყველაფერს მიაღწია, ყველაფერი აქვს, ყველაფერი უკვე გააკეთა და იშოვა და ასე შემდეგ. აქ კონკრეტულ შემთხვევაში ალბათ ის რომ ჩვენ ქართველები ვართ და რუსებთან ეგეთი სიტუაცია და ურთიერთობა გვაქვს, ეს უნიკალური სიტუაციაა, რომელიც აი თქვა მაგალითად რო კითხო პალესტინის და ისრაელის კონფლიქტზე ვიღაცას გეტყვის უმეტესობა სოფლიოში, ხო? რო კითხო იქ ვიღაცების კიდე რაღაც ქიშპობაზე ნტრობა და საქართველოს რუსეთმა რაც გაუკეთა და მაგას რაც მოყვა ჩვენს გულებში და რაც გვიქნეს და რაც წაგვართვეს, ძალიან ბევრ პოლიტიკაში ვარ გადავიჭრე ახლა მაგას ქართველის გარდა და საქართველოში ნაცხოვრები და ამას გამოვლელი ადამიანის გარდა ვერავინ ვერ ხედავს და ვერ გზნობს იმ დონეზე. ჩვენი ამბავი რაც გვიქნა ჩვენ რუსეთმა, ხო, ამ წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში, ამდენჯერ გვიღალატეს, ამდენჯერ პროჭულად მოგვექცეს და დღემდე თლად კარგად არ იქცევიან და მაგათ გამო საქართველოს ყველაზე ლამაზი კუთხე საქართველოს შემადგენლობაში არ შედის დღესდღეობით და რუსეთი რო არა დავიბრუნებით ერთ კვირაში ალბათ. ეს ყველაფერი არავინ არ იცის, გაიგე? და ეს ყველაფერი ზატო მერაბმა იცის. და წვავს ეს მაინც ჩემი აზრით და მაინც უნდა რომ ამის გამო რამდენჯერაც შეძლებს პეტერიანი იქნება თუ სხვა რუსი მოჭუბარი იქნება, იმდენჯერ მიუხედავად რომ შეიძლება პეტერიანი არაფერ შუაში არა ამ კონფლიქტთან რეალურად მაინც აგებინოს პასუხი. აი ეს არის ჩემი აზრით მაგის მამოძრავებელი მატორი ამ ცუთა სამ ჭუბში რა. ამ კონკრეტულ ჭუბში. სხვა ჭუბში სხვა мотиваციას პოულობ, გაიგე? მე რაღაცა სხვა მოჭუბარი რო ხარ და მithumetes უკვე ჩემპიონი რო ხარ, უკვე ყველა ჭუბში თავიდან პროსტა ჭუბი გინდა. გამიგე? გაინტერესებს როგორ თუ შეგიძლია ჭუბი, თუ გაქვს მაგის კვერცხები. მე რაღაც დონეზე თუ შეგიძლია ასვლა გაინტერესებს. მე კიდე რა სხვა мотиваციები გაქვს, სხვა პერიოდში რა შენ კარიერაში და მე ის გაინტერესებს UFC-ში თუ შეგიძლია შესვლა. მე იქ რო შეხო, აბა იქ თუ შეგიძლია competitions გაუქაჩო და ესე შემდეგ და ამ დროს უკვე ამ დონეზე მე რა ვისადაცა უკვე ყველა ჭუბში ყველა მოწინააღმდეგისთვის ინდივიდუალურ მასეძებ мотиваციას მოსამზადებლად, გამიგე? ზოგი იქ მოწინააღმდეგეს იმას აკრავს მაცივარზე, ზოგი ქარკეზე საბანოში, ზოგი რაღაცაში, ზოგი რაღაცა ამბავს იჯერებს თავის თავში, რომ გამოეკიდოს, იმიტომ რომ არ შეუძლია პროსტა ისე ადამიანი იზიზღებოდეს ყველაზე ხარ. ამდენჯერ გვინახავს, რომ რაღაცა გამოგონილი ამბავი და უბრალებია ტიპის ერთმანეთისთვის რა, შენ ესე თქვი და ესე ქენდა, ეს ამას ნიშნავს აბსურდი რაღაც ბავშვი. მე რას რეალური მიზეზი აქვს? აი ეს დიდი რა. ამ ჭუბში, ამ კონკრეტულ ჭუბში, მაგას საკმარისი მიზეზი აქვს იმისათვის, რომ კონცენტრაცია არ დაკარგოს. ეგ არ იქნება პრობლემა. ნახოთ რა იქნება. მერაბიას გაუმარ ჯოს